რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფის ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით. უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. კერძოდ, ნომერი 1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შერიფ ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. ხოლო პირველი A ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ნომერი 7, 7A და 11 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩის გავლით. ნომერი 10 და 10A სამარშრუტო ხაზები შერიფ ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებზე. ნომერი 15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს მელიქიშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე. ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.